ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. მათ სიცოცხლისთვის საჭირო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება მას შემდეგ აღარ მიეწოდებათ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის პროგრამებს დაფინანსება შეუწყვიტა. დახმარებას ვეღარ იღებს ქალაქ დიკვაში მცხოვრები იაგანა ბულამა. მას აგვისტოში ტყუპები გაუჩნდა. ორივე მათგანი წონით ძალიან პატარა დაიბადა. იაგანასა და მის ოჯახს USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Mercy Corps-ი ეხმარებოდა. ორგანიზაცია მათ მზა სპეციალური საკვებითა და მედიკამენტებით ამარაგებდა. თუმცა, როდესაც თებერვალში ტყუპებს მკურნალობა ესაჭიროებოდათ, Mercy Corps-მა მუშაობა შეწყვიტა. მე მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე ვიყავი დამოკიდებული. 8 თვის წინ ტყუპები გავაჩინე. სამწუხაროდ ორივეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. Mercy Corps-ის ჯგუფმა ამბულატორიულ თერაპიულ პროგრამაში ჩაგვრთო. დაახლოებით 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ პროგრამა უეცრად შეწყდა. ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრაგიკულად გაუარესდა. ერთი მათგანი დამეღუპა. ქალაქ დიკვანში ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც არასწორი კვებით გამოწვეულ დაავადებებს მკურნალობს, იტალიური ინტერსოსია. თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პაციენტებს სათანადოდ ვერ მკურნალობენ, რადგან USAID-ის დაფინანსების გაჩერების შემდეგ მათ 20-მდე თანამშრომლის გაშვება მოუწიათ. USAID-ის დაფინანსებით და სხვა დონორებით ბევრი რამ კეთდებოდა, თუმცა დაფინანსების მკვეთრი შემცირებით ის რაც აქამდე გავიკეთებია ფაქტობრივად ნადგურდება. ახლა უფრო მეტი პაციენტი მოდის სხვადასხვა გართულებითა და ჩივილებით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც შიმშილით გამოწვეული პრობლემები აქვს. ნიგერიაში გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დაფინანსების შემცირების შემდეგ გაჭირვებული ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო მათი დახმარების რესურსები განახერვდა. დახმარების 70% საფრთხეშია, თუ ის უკვე სრულად გამქრალი არ არის. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს, რომ შევძლოთ ამ ბავშვების გადარჩენა. მართლაც საშინელი სიტუაციაა. ამ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა თანამშრომლობაა, საერთაშორისო საზოგადოების, ნიგერიული ორგანიზაციებისა და ნიგერიის მთავრობის თანამშრომლობა. საჭიროა სიახლეები. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, გამოვნახოთ ახალი გზები. დაფინანსების გარეშე კი ნიგერიაში შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახებს დახმარების ერთადერთი წყაროც შეუჩერდათ.